მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის რიგით მეორე პოდკასტი კარგოკასტისგან, სადაც კვლავ მე და ლევანი ვისაუბრებთ ლოგისტიკაზე და მიწოდების ჯაჭვზე. მოგესალმებით. დღევანდელი დღის მთავარი თემა იქნება შესყიდვის პირობები. როგორც წინა ეპიზოდში დავაანონსეთ, გვინდა რომ მიწოდების ჯაჭვის სრული ციკლი გავიაროთ თქვენთან ერთად გზა და გზა და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საიდანაც უშუალოდ ტრანსპორტირება იწყება, ეს არის შესყიდვის პირობები, ეგრეთ წოდებული ენკოდერმები. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იწერება პოდკასტ არეაში, ამ უნიკალურ სივრცეში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიტანოთ. და კვლავ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენი წარმდგენი და სპონსორი არის IBEX Logistics-ი, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს ლოგისტიკურ მომსახურებას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ, ამიერკავკასიაში და მსოფლიოს მასშტაბით. როგორც გითხარით, დღევანდელი დღის მთავარი თემა იქნება შესყიდვის პირობები. შესყიდვის პირობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უშუალოდ ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვისას. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში კომპანიების უმეტესი ნაწილი ვერ ხვდება, ვერ იაზრებს ან არ აქცევს სათანადო ყურადღებას ამ კომპონენტს, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე ფასწარმოქმნაზე და სატრანზიტო დროზე. დღევანდელ რეალობაში, ანუ პრაქტიკაში, ძირითადად სულ რამოდენიმე შესყიდვის პირობა არის, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ. ესენი არის პირველ რიგში რო ავიღოთ ex-work პირობა, FO პირობა, SIP პირობა, SIF პირობა, DA პირობა, DDP პირობა. დაგეთანხმები ლევან, რა თქმა უნდა, იმაში, რომ შესყიდვის პირობებს ძირითად შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია ლოგისტიკის ჯაჭვის დაგეგმვისას და ამ დროს არის აუცილებელი, რომ ზედმიწევნით სწორად მოხდეს მოლაპარაკება მყიდველსა და გამყიდველს შორის. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ავიღოთ ქარხანასა და იმპორტიორ ქვეყანას შორის, რომელიც არის საქართველოში, მაგალითად. შესყიდვის პირობები გულისხმობს ჩვენმა მაყურებელმაც, რომ სწორად აღიქვა შესყიდვის პირობები გულისხმობს მომწოდებელსა, ამ შემთხვევაში ქარხანას, საიდანაც ვახდენთ ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებას და იმპორტიორ ქვეყანას და კომპანიას შორის შეთანხმებას. ამ შეთანხმების საფუძველზე იკვეთება ის პირობები, რომელიც უნდა დაიცვას მომწოდებელმა და რომელიც უნდა დაიცვას და გააგრძელოს შემდეგ უკვე იმპორტიორმა ქვეყანამ. ნუ რაშიც, რა თქმა უნდა, გვეხმარებიან სატრანსპორტო კომპანიები, ამის დაორგანიზებას ახდენენ ისინი და სწორად მიწოდებას ამის მომხმარებლებამდე, რომ ეს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპი ეტაპობრივად, ქრონოლოგიურად იყოს დაცული როგორც მომწოდებლის მხრიდან, ასევე იმპორტიორი კომპანიის მხრიდან. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სწორად შევარჩიოთ ის შესყიდვის პირობა მყიდველმა ამ შემთხვევაში, რომლითაც შემდგომ უკვე ის სატრანსპორტო კომპანია, რომლის დახმარებითაც უშუალოდ ვახორციელებთ ამ ტვირთის ტრანსპორტირებას, ფლობდეს სრულ ინფორმაციას და კონდეს ზედმიწევნით სწორად განსაზღვრული მიმართულებები, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს. ეხლა ეს ცოტაში გაუგებრად რო არ დარჩეს, კიდევ უფრო კარგად მინდა განმარტო რა. ნახეთ, რას გულისხმობ. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე სწორ რჩევებს თვითონ სატრანსპორტო კომპანიების მხრიდან ხოლმე რა. და რას გულისხმობ ამაში. ჩვენ ახლა პრაქტიკაში ხო ყოველდღიურში კიდევ განმეორდებით, ძალიან ბევრი შემთხვევა ქონია, ხო? როდესაც პირობითად მოუმართავთ ჩვენთვის, რომ აიცით რა არის ესეთი და ესეთ кейსი გვაქვს, მომწოდებელმა მწარმოებელმა თვითონ გამომიგზავნა პროდუქცია, ან გზაში გაიჭედა, ან რო ჩამოვიდა პორტში იქ რაღაცა გარკვეული სახის პრობლემები შეექმნა, ან სრულად დაზიანებული ჩამოვიდა პროდუქცია. ძალიან ბევრი რამე არის, რაც რეალურად მერე იწვევს ხოლმე დიდ გაუგებრობებს. ამ გაუგებრობების თავიდან აცილება შეიძლება ძალიან ისე მარტივად, ხო, რომ საბედნიეროდ დღევანდელ ქართულ ბაზარზე არსებობს ძალიან ბევრი კარგი კომპანია სატრანსპორტო, რომელსაც შეიძლება მიმართო და დაგეხმარებიან ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ სიტუაციაში, თუ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელი არის. რეალურად დღევანდელ პირობებში, დღევანდელ საბაზრო პირობებში სატრანსპორტო კომპანიების ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ცოტა დაკარგული არის რა. გაუფერებული არის. გაუფერებული, კი ბატონო, ესეც შეგვიძლია ვთქვათ. იმიტომ რომ სწორად ვერ ვხედავთ მნიშვნელობას ამ საკითხთან მიმართებაში სატრანსპორტო კომპანიის, რომელსაც შეუძლია რეალურად რომ ძალიან დიდი თანხა დაგვაზოგინოს, ან
თუ რა თქმა უნდა ეხა გამოუცდელებთან დავიჭერთ საქმეს, პირიქითაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სატრანსპორტო კომპანიას, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს, ძალიან მარტივად აგიხსნით თუ რატო არის რეალურად რატომ ჯობია მაგალითისთვის ვამბობ ტრანსპორტირების დაკვეთა უშუალოდ სატრანსპორტო კომპანიისთვის და არა თვითონ წარმოებლისთვის. რაც ძალიან მარტივია, ხო, ციფრებშიც რო გადავიყვანოთ, ეხლა როდესაც თვითონ მომწოდებელი ახორციელებს ტრანსპორტირებას, დაახლოებით 1.5-2-ჯერ უფრო ძვირი მაინც უჯდება მიმღებ კომპანიას, ვიდრე სატრანსპორტო კომპანია ამ ყველაფერს გეგმავს და აკეთებს. ამას თავისი მიზეზები აქვს, ხო? ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ კომპანიების უმეტესობა იმასაც ვერ ხედავს, რომ პირობითად არის ხოლმე, ხო, ესეთი кейსები ძალიან ბევრი არის, ძირითადად აზიის ბაზარზე ხდება ხოლმე ეს, მაგრამ პრაქტიკაში ესეა, რომ თვითონ წარმოებლები ვინც არიან და აძლევენ ტრანსპორტირების ტარიფს, ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი აისახება ხოლმე უშუალოდ პროდუქციის ღირებულებაში. ანუ უძვირებენ პროდუქციის ღირებულებას რეალურად და ეს ყველაფერი დამახინჯებული ფორმით მიდის თვითონ მიმღებ კომპანიასთან, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ციფრებში იკარგება, შესყიდვის პირობებში იბნევა, ვერ ხვდება რას ეუნებიან და ოღონდ წამოიღოს და მერე ყველაფერ საბოლოო ჯამში ყველაფერზე თანახმო არის ხოლმე და მაგითი თავრდება ხოლმე აი ეს უშუალო პროცესი. ძირითადად შეცდომაში შედიან ლევან ჩვენი იმპორტიორი კომპანიები, იმიტომ რომ როგორც ლევანმა თქვა, ფასის ღირებულება, პროდუქციის ღირებულება დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის იმ თანხასთან, რომლის გადახდას გიწევს შენ უშუალოდ ამ ტვირთის ჩამოტანისთვის. ამ შემთხვევაში შეცდომაში შედიან რას გულისხმობ, ხო? როდესაც მომწოდებელი, ამ შემთხვევაში ქარხანა, რომელიც განფასებას აძლევს ტვირთის ტრანსპორტირების და ამ შემთხვევაში იმპორტიორი კომპანია უკვეთავს თვითონ მომწოდებელს ტვირთის ტრანსპორტირებას. მომწოდებელი და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავშლით, რომელი პირობა არის ეს მაყურებელმა რო უფრო დეტალურად გაიგოს. მომწოდებელი პროდუქციის ღირებულებაში უერთიანებს ამ ტრანსპორტირების ღირებულებასაც და მისთვის გაუგებარი არის რეალურად რამდენ სიხდის ის ტრანსპორტირებაში და რამდენ სიხდის ის პროდუქციაში. და ამის სინქრონის გაკეთება რეალურად შეუძლებელი არის, რომ გამოვყოთ სინქრონირებულად იძლევა მომწოდებელი ფასს, მაგრამ იმის დეფინიცირება, რომ ჩვენ პროდუქციის ღირებულება რა არის და ტრანსპორტირების ღირებულება რა არის, თითქმის შეუძლებელი არის, იმიტომ რომ გადათამაშება მომწოდებელს თავისუფლად შეუძლია ამ ღირებულებების ტრანსპორტირებას რაღაც კონკრეტული X თანხა დაადოს და პროდუქციას X თანხა, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, აისახება იმ პროდუქციის ღირებულებაზე, რომელიც შენ თქვი საბოლოო მიმღებისთვის. კი ბატონო, ზუსტად ამ საკითხის გავლა გვინდა დღევანდელ ეპიზოდში, რომ ეს ყველაფერი სწორად იყოს დანახული იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ამ შემთხვევაში შესყიდვის პირობები, რომელიც ყველაზე ისეთი აპრობირებული არის და ყოველდღიურ გამოყენებაში არის სულ რამოდენიმე, ხო? ეს არის პირველი რო თქვათ, ex-work პირობა, FOB პირობა, C პირობა, ძირითადად ეს სამი პირობა არის, რომლითაც სარგებლობენ როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველი. დეტალურად რო ავხსნათ ჩვენს მაყურებელს ეს პირობები და უფრო ესე აბრევიატურების მიხედვით რო არ ვისაუბროთ, ძირითადად იმპორტიორმა კომპანიებმა ეს ყველაფერი იციან, მეტწილად რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც რო მაყურებელმა უფრო დეტალურად გაიგოს აზრი ამ ყველაფრის, რა არის ex-work პირობა, რა არის FOB პირობა, რა არის C პირობა და C პირობა, ეს ყველაფერი მგონია რომ უნდა განვუმარტოთ და გავშალოთ რეალურად. ანუ პირველ რიგში მე ვიტყოდი რომ Incoterms-ის პირობების შეთანხმება ხდება იმ პასუხისმგებლობის გააზრებასთან, რომელიც უწევს ორივე მხარეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მომწოდებელს უკვეთავთ ტრანსპორტირების სრულად დაგეგმვას, მაგალითად ჩვენს საბოლოო მისამართამდე სრულად პასუხისმგებელი არის ამ შემთხვევაში მომწოდებელი შენი ტვირთის და პროდუქციის დაზიანებაზე, დროულად ტრანსპორტირებაზე და ყველაფერზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგალითად თვითონ მიმღები კომპანია, ან თუნდაც სატრანსპორტო კომპანია ერთვება ამ საკითხში, პასუხისმგებლობას იღებს ის კომპანია, რომელიც
კონკრეტულად ამ ტვირთის ტრანსპორტირებას იწყებს. ამ შემთხვევაში თუნდაც ქარხნიდან, თუნდაც პორტიდან ან აეროპორტიდან, არა აქვს მნიშვნელობა. პირველი ინკოტერმსი რაც იყო, არის X-Work პირობა, რომლის დროსაც სატრანსპორტო კომპანია არის ვალდებული ამ შემთხვევაში მიმღები კომპანიის დაკვეთილი სატრანსპორტო კომპანია არის ვალდებული მომწოდებლის ქარხნიდან მოახდინოს ტვირთის ტრანსპორტირება მის მისამართამდე, საწყობამდე ან სარეალიზაციო პუნქტამდე. X-Work პირობის შემთხვევაში კიდევ უფრო რო კარგად ჩავშალოთ, რისი გაკეთება გვიწევს, ხო? და რისი გაკეთება უწევს უშუალოდ იმ კომპანიას, ვისთანაც არის ეს კონკრეტული დაკვეთა წასული. საკმაოდ რთული პირობა არის, ერთ-ერთი ყველაზე რთული პირობა არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში საბაჟო დოკუმენტაციიდან დაწყებული, უშუალოდ ტრანსპორტირებით დასრულებული, თითქმის რა, ნუ ფაქტიურად ყველაფრის გაკეთება უწევს უშუალოდ სატრანსპორტო კომპანიას, ხო? აქ ბევრი რამე არის, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ბევრი რამე შეიძლება ჭირდება ხაზგასმა, გააჩნია მიმართულებებს, ხო? ნუ საზღვაო მიმართულებაში სხვანაირად ხდება, სახმელეთოზე სხვანაირად, საჰაეროზე სხვანაირად, სარკინიგზოზე სხვანაირად, მაგრამ იდეა და მნიშვნელობა მაინც ყველა შემთხვევაში ერთი არის, ხო? ის რომ თლიანი ციკლი იგეგმება და ხორციელდება სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც რეალურად ამ ორ მოვაჭრე მხარეს შორის, გამყიდველსა და მყიდველს შორის აღებული აქვს სატრანსპორტო კომპანიას. აქაც სწორად მინდა გაგებული იყოს რა, რომ სატრანსპორტო კომპანია არა მხოლოდ შემსყიდველთან არის პასუხისმგებელი, უშუალოდ დამკვეთი ვინც არის ამ ტრანსპორტირების. ასევე პასუხისმგებელი არის უშუალოდ გამომგზავნთან, ანუ წარმოებელთან. ეს წილი პასუხისმგებლობები, რა თქმა უნდა, უდიდესი წილი პასუხისმგებლობა მაინც შემსყიდველთან მოდის, მაგრამ არანაკლები არის გამყიდველთან, ხო? იმიტომ რომ აქაც საბაჟოზე, როდესაც ჩვენ პირობითად ვაკეთებთ დოკუმენტაციას, ჩვენ თუ რაიმე იქ არასწორად გავაკეთეთ, ამ პასუხისმგებლობიდან ძალიან დიდი წილი ეკისრება ხოლმე როგორც წესი გამომგზავ კომპანიას. ამიტომ ეს ნდობის საკითხიც არის. უშუალოდ ამ პროცესში რომელიმე მხარე სატრანსპორტო კომპანიისთვის არ არსებობს რა. მხარი არის ერთი, როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი. ანუ ორმაგი პასუხისმგებლობა არის სატრანსპორტო კომპანიისთვის, რაც რეალურად იმის мотиваციას იძლევა, რომ ეს საქმე კიდევ უფრო ზედმიწევნით სწორად და კარგად იყოს დაგეგმილი და განხორციელებული მერე. საკმაოდ კომპლექსური პირობა არის X-Work პირობა და ნუ რა თქმა უნდა ბევრი დეტალისგან შედგება, რომელიც ლევონმა გითხრა, მაგრამ არანაკლებ კომპლექსური არის მეორე პირობა ამ შემთხვევაში FOB პირობა, რომელიც რიგით მეორეს, იმიტომ ვამბობ, რომ ძირითადი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადად X-Work პირობა და FOB პირობა არის, რომელიც გამოყენებული არის ესე რომ ვთქვათ, იმპორტიორი კომპანიებისგან და მოთხოვნადი არის ამ შემთხვევაში. FOB პირობის შემთხვევაში მეტი წილი პასუხისმგებლობა X-Work პირობასთან შედარებით ეკისრება უფრო გამომგზავნ ქარხანას ამ შემთხვევაში და შედარებით ნაკლები X-Work პირობასთან შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო სატრანსპორტო კომპანიას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ FOB პირობის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებული არის, რომ პროდუქცია და ტვირთი მიიტანოს დანიშნულების პუნქტამდე, რომელიც შეიძლება იყოს პორტი, რომელიც შეიძლება იყოს აეროპორტი ან ნებისმიერი საბაჟო ზონა, საიდანაც უკვე მოხდება ჩართვა სატრანსპორტო კომპანიის და ის იღებს შემდეგ უკვე პასუხისმგებლობას. ნუ ეს პროპორცია პასუხისმგებლობის, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეობს, რომ რაღაცა ნაწილი იმ პასუხისმგებლობისა, რაც X-Work პირობის შემთხვევაში აქვს სატრანსპორტო კომპანიას, გადადის უკვე მომწოდებელ კომპანიაზე. და FOB პირობის შემთხვევაშიც ანალოგიურად არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ნიუანსების და დეტალების ზედმიწევნით შესრულება, რომ სატრანსპორტო კომპანიამ იდეალურად მოახდინოს შემდეგ გაგრძელება იმ დაწყებული საქმის, რომელიც ამ შემთხვევაში მომწოდებელმა ქარხანამ დაიწყო და ნუ ეს ჩვენი მაყურებლებისთვისაც რა თქმა უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ FOB-ის და X-Work პირობების შეთანხმების პროცესში
ზედმიწევნით უნდა კარგად მოვითხოვოთ ინფორმაცია ჩვენი სატრანსპორტო კომპანიისგან, რა ვალდებულებაა კონკრეტულად ჩვენს მომწოდებელ ქარხანას და რა ვალდებულება აქვს სატრანსპორტო კომპანიას, რომელმაც უნდა აიღოს ის პასუხისმგებლობა. როდესაც ჩვენთან მოდიან ხოლმე ხო და გვეკითხებიან, რომ რომელი პირობა იქნება ყველაზე ხელსაყრელი უშუალოდ შესყიდვის პირობებში, ჩვენი რეკომენდაცია პირველ რიგში მოდის FOB პირობაზე. და რატომ? ძალიან მარტივი არის, ხო? ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გამყიდველი და მყიდველი ამ შემთხვევაში ვინც არიან, ერთმანეთს იძულებულს ხდიან, რომ პროცესები უფრო სწრაფ ტემპში წარიმართოს და რას გულისხმობ ამაში? როდესაც გამყიდველს უკვე გაყიდული აქვს პროდუქცია, მიღებული აქვს შესაბამისი თანხა, ის რაც შეიძლება მალე ცდილობს ამ პროდუქციის თავის საწყობიდან გასვლას, ამ პროცესს, როდესაც თვითონვე აკონტროლებს, საკმაოდ მალე ხდება. დაახლოებით 2-3 დღე ჭირდება ხოლმე როგორც წესი, ყველაზე ცუდ შემთხვევას ვამბობ, ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება ერთ დღეშიც კი დაასრულოს ხოლმე ეს პროცესი. გარდა ამისა, პროცესების დაჩქარებასაც რო თავი გავანებოთ, უფრო მომგებიანი არის მყიდველისთვის FOB პირობაზე გამყიდველის წამოყვანა. ოღონდ მომგებიანი არის იმ შემთხვევაში, თუ FOB პირობას შემთხვევაში რა ხარჯებიც უწევს მომწოდებელს, ეს ყველაფერი თავის თავზე აიღო და გააერთიანა იმ პროდუქციის საფასურში, რომელზეც თავიდანვე შეთანხმებულები იყვნენ. ხრიკია ლევან დამეთანხმები, ეს პირობის გადათამაშება ხდება სატრანსპორტო კომპანიის რეკომენდაციის დროს. ანუ ჩვენ ხშირად გქონია ანალოგიური პრაქტიკა ჩვენ გამოცდილების პერიოდში, როდესაც დავხმარები ვარ ჩვენს იმპორტიორ კომპანიას ამ შემთხვევაში, როდესაც ყოფილა მაგალითად X-Work პირობა, მაგრამ შეგვიცვლია და ეს რა თქმა უნდა თვითონ მომწოდებელსა და მიმღებ კომპანიას შორის უნდა მოხდეს ამ პირობის შეთანხმება ისევ და ისევ და შეგვიცვლია X-Work პირობა FOB პირობით. რეკომენდაციის საფუძველზე, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც ესეც რო განსაზღვრული იყოს FOB პირობის დროს მომწოდებელი ავალდებული ხო, ну რა თქმა უნდა რომ მოიტანოს ის დანიშნულების პუნქტამდე და ეს ხარჯი ტრანსპორტირების რაც იქნება დამატებით მოუწევს მას რომ გადაიხადოს და თუ მოლაპარაკება ისეთ ჭრილში გადავა, როდესაც ეს FOB პირობის დროს შიდა ტრანსპორტირება საბაჟო ორგანომდე მოხდება მომწოდებლის ხარჯის, ეს პროდუქციის ღირებულებას უფრო შეგიმცირებთ ამ შემთხვევაში და ეს სატრანსპორტო კომპანიასთან გადასახდელი ვალდებულება ტრანსპორტირების საფასურის სახით უფრო მცირე იქნება, ვიდრე ვთქვათ X-Work პირობის შემთხვევაში ხდება ხოლმე. კი ბატონო, გეთანხმები აბსოლუტურად. შემდეგი პირობა, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის SIP პირობა. ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი, ამოუხსნელი პირობა არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და რატომ ამასაც ვიტყვი, ხო? ბევრი მიზეზი არის, რის გამოც შეიძლება პირობითად იმპორტიორმა კომპანიამ ისარგებლოს SIP პირობით. ყველაზე მარტივი რო ვთქვათ და შორს რო არ წავიდეთ, არ კონდეს სათანადო გამოცდილება ამ სფეროში, ანუ სატრანსპორტო კუთხით ვამბობ მე და არ კონდეს ნდობა იმ კომპანიების, ან კომპანიის, რომელთანაც ძირითად შემთხვევაში ცუდი გამოცდილებები აქვთ ხოლმე დაგროვილი. მე აქ არ მინდა ისე გავიგოს ახლა ვიღაცამ, რომ ცალმხრივად მხოლოდ იმ კომპანიებს ვადანაშაულებ, რომლებიც უშუალოდ ამ სერვისის დამკვეთები არიან. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენც არაერთი გაფუჭებული საქმის გამოსწორება გვიწევს, ხო? ამ კუთხით ძალიან ბევრს აქტიურად თანამშრომლობთ ხოლმე სხვადასხვა კომპანიებთან, რომ კონკრეტული ის დაშვებული შეცდომები, რაც სხვა სატრანსპორტოს აქვს დაშვებული რაღაც კონკრეტულ მომენტში, გამოვასწოროთ, დავეხმაროთ ამ პროდუქციის საერთოდ მიღებაშიც კი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად გქონია ისეთი შემთხვევაც, რომ უშუალოდ ტვირთისად იყო, ისიც კი არ იცოდნენ. მიმღებ კომპანიაში. არ ომს თუ ის, რომ ცოდნოდაცად იყოთ და რაღაცა პრობლემის გამოწვევი მიზეზიც დასახელებული ქონდათ. ეს ყველაზე კარგი შემთხვევა არის. მე მესმის ეს მიმართულებაც, მაგრამ გაუგებარია და აბსურდული რატო არის ჩემთვის? ეხა სიპირობას რო ავხსნათ, ანუ სიპირობის შემთხვევაში მოვაჭრეს და მყიდველიც თანხმდებიან პირობაზე, როდესაც შეისყიდის კონკრეტულ პროდუქციას გამყიდველისგან მიმღები კომპანია, მასვე უკვე თავს ტრანსპორტირებას, კიდევ უფრო კარგად გასაგები და მარტივად ახსაქმელი რო იყოს, პირობითად ჩინეთიდან იყიდა იმპორტიორმა კომპანიამ გარკვეული სახის პროდუქცია, შეთანხმდნენ შესყიდვის პირობაზე SIP-ზე.
ამ შემთხვევაში ვალდებული არის და პასუხისმგებელი არის გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, თვითონ მომწოდებელი, რომ ტვირთის ტრანსპორტირება უზრუნველყოს ფოთის ან ბათუმის პორტამდე, ხო? ძალიან მარტივად ეს ყველაფერი. უშუალოდ ფოთი და ბათუმის პორტიდან უკვე ამ მიმღების პრეროგატივა არის მისი ტრანსპორტირება თავის საწყობამდე ან დანიშნულების პუნქტამდე, სადაც მიდის ეს პროდუქცია, სადაც ხო? ისევ ის სატრანსპორტო კი, კომპანია ერთვება ყველა ვარიანტი ტრანსპორტირებაში. სჭირდება, რომელსაც უკვეთავს. ოღონდ უკვეთავს მხოლოდ შიდა ტრანსპორტირებას ამ შემთხვევაში და აღარ უკვეთავს იმ ფრახტს და იმ დანარჩენ პროცედურებს, რაც რეალურად გასავლელი არის. აი აქ არის ხოლმე ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი. და ეს კითხვის ნიშანი რაში გამოიხატება? ნახეთ, როდესაც სიპირობაზე დახვდებიან ხოლმე, ჩვენ არაერთ სიპირობის დროს ჩავრთულვართ ხო ტრანსპორტირებაში და გვინდა არ გვინდა რაღაცა ინფორმაციები ჩვენამდეც მოდის და უდიდეს წილად, აი როგორ ახსნა ეს ყველაფერი ციფრებში რო სწორად გადავიტანოთ, ნახეთ, თუ ამ ყველაფერს შენ დაუკვეთავ როგორც მიმღები კომპანია, სატრანსპორტო კომპანიას, დაახლოებით ტრანსპორტირების ღირებულება 30-დან 40%-მდე უფრო ნაკლები გიждდება, ვიდრე სიპირობის შემთხვევაში. დავამატებ იმასაც, რომ ამ 30-40%-ის სხვაობას სამწუხაროდ ვერ იგებენ, როდესაც კი. პირობა არის შეთანხმებაში, კი. ხო? იმიტომ რომ როგორც თავიდან თქვით, ეს ღირებულება შეიძლება გამოყოფილი იყოს კომერციული ინვოისში, რომ ეს არის პროდუქციის ღირებულება, ეს არის სიპირობით ტრანსპორტირების ღირებულება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, როგორც თქვით, გლავირების საშუალება აქვს მომწოდებელს, რომ გადაათამაშოს თანხები და რეალურად შენ რო ხედავ, რომ მაგალითად X თანხა ვიღოთ ხო, ჩინეთიდან გიждდება $1000 რაღაცის ტრანსპორტირება, რეალურად იმას უჯდებოდეს $2000, მაგრამ ეს $1000 გადათამაშებული აქვს იმ პროდუქციაში და შენ რეალურად გაძვირებულ პროდუქციას ყიდულობ, როდესაც შენ შეგიძლია რომ $1000 გამოკლებით პროდუქცია შეიძინო მიმღებმა კომპანიამ და რეალურად თუნდაც $1000 გადაუხადო იმ სატრანსპორტო კომპანიას, რომელსაც შეუძლია X-Work ან FOB პირობით რომ წამოიღოს თქვენს მისამართამდე ტვირთი. ზუსტად ამას გულისხმობდი მეც და ჩემთვის გაუგებარი ეს არის რა ეს ყველაფერი. მე მესმის ისიც რატომ ხდება გარკვეულწილად, როგორც ახსენი, რომ შეიძლება ვიღაცებს არ ენდობოდეს, შეიძლება ძალიან ბევრი დეტალი არის, ხო, აქ კიდე დეტალებში რომ შევიდეთ, ზოგი კომპანია არის, რომ იმის გამო არ უკვეთავს მხოლოდ ქართულ სატრანსპორტო კომპანიას, რომ ეშინია იმ მომწოდებლების ინფორმაციის გაჟონვის, ვისგანაც მოაქვს პროდუქცია, ვისგანაც ყიდულობს რაღაც კონკრეტული შეთანხმებით, ხო? ესეთი ძალიან ბევრი არის, ძალიან ბევრი გვსმენია, ხო? და ძალიან მარტივი არის, ხო? ამ ყველაფერს არეგულირებს ხელშეკრულება, რომელიც სატრანსპორტო კომპანიასა და იმპორტიორ კომპანიას შორის ფორმდება. ნებისმიერ ხელშეკრულებაში ეს პუნქტი მკაცრად არის გაწერილი. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ესე არის, ხო? ერთი მაგალითიც კი არ მახსენდება იმისი, რომ ოდესმე ვინმეს მსგავსი პრეტენზია ქონოდა, ხო? ამ პირდაპირი ან ირიბი. იმიტომ რომ პროფესიონალიზმი ზუსტად ამაში არის, ხო? არ არის მხოლოდ ის, რომ შენ სწორად დაგეგმოს ტრანსპორტირება, სწორად გააკეთო, სწორად ჩამოიტანო, ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ხარ. ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქვს თითოეულ დეტალზე, რაც რეალურად შეიძლება იმპორტიორმა კომპანიამ წლების განმავლობაში აკეთა, რომ მისული იყო იმ დონემდე თვითონ წარმოებელ კომპანიასთან. მაგრამ შენ ამ ინფორმაციას ფლობ. შენ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოიყენო არასწორად, ხო? როგორც წეგან თქვი, იმიტომ რომ შიში აქვს ამისი, უშუალოდ იმპორტიორ კომპანიებს. სამწუხაროდ იმასაც დავამატებ, რომ ნდობის ფაქტორიც სამწუხაროდ ვიძახი ამას, იმიტომ რომ ნდობის ფაქტორიც არა აქვს ქართული კომპანიების მიმართ, რაც შემთხვევით ძალიან გაუგებარი არის და ამბოუხსნელი არის. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კომპანიას გააქვს შესაძლებლობა ტვირთი იგივე გზებით და ხშირ შემთხვევაში ყოფილა ხოლმე ესეთი პირობები, როდესაც ციპ პირობის დროს მიმღებმა კომპანიამ არ იცის, მაგრამ ქართული კომპანია არის სრულ ციკლში ჩართული და ქართულ კომპანიას შემოაქვს ეს პროდუქცია რეალურად, იმან არც იცის, რომ ეს პროდუქცია არა ქარხანამ გამოაგზავნა თავისი რესურსებით და ხარჯებით, არამედ რეალურად ქართულმა კომპანიამ ჩამოიტანა. ეს ნდობის ფაქტორი სამწუხაროდ არის დაფუძნებული ქართულ მენტალიტეტზე, რომელიც დღეს ისევე აქტიური არის და აქტუალურად სამწუხაროდ ისევ დაკარგული არის ჩვენს რეალობაში და ბიზნეს სექტორში. როდესაც ეს
რეალობა გამიჯნული იქნება ერთმანეთისგან ეს ჩვენ უკვე საერთაშორისო სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ლოგისტიკაში. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხდება ნებისმიერი სახის პროცედურა. ეს იქნება FIAT-ას წესებით, იქნება IATA-ს წესებით, იქნება თუ როგორც საქმე მოითხოვს კონკრეტული ნებისმიერი რეგულაციების დაცვით ხდება ტრანსპორტირება და ამ დროს ჩვენს მაყურებელსაც უნდა უთხრათ, რომ ამ პირობების დაცვაზე პასუხისმგებლობა ისევე როგორც აქვს მომწოდებელს და შენ გონია რომ აქ მომწოდებელი რახან ჩართული არის და ის იღებს პასუხისმგებლობას C პირობის შემთხვევაში სრულად შენი ქვეყნის პორტამდე ან აეროპორტამდე ჩამოტანაში იგივე პასუხისმგებლობა აქვს ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიასაც და იგივენაირად შეგვიძლია რომ ჩვენ პასუხისმგებლობა დავაკისროთ როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. რასაც როგორც თქვი, შენ ხელშეკრულების პირობები არეგულირებს და ამ შემთხვევაში მარტო ის ერთმანეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც არ არის. არსებობს საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტები, რომელიც პირდაპირ ხელშეკრულება არის ტრანსპორტირების დროს. და ამ ტრანსპორტირების დარღვევის შემთხვევაში ამ საერთაშორისო სტანდარტებით შეგიძლია მოითხოვო ის ზიანი, რა შემთხვევაშიც ჩვეულებრივად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტები. კი, ნამდვილად ეგრე არის, ამაში ძნელი არის, არ დაგეთანხმო, უბრალოდ გააზრება გვჭირდება ამისი კარგად რა, რომ ნებისმიერი ის პროდუქცია შესყიდვის პირობით SIP ან SIFI ჩათვალეთ, რომ 90% ამ ყველაფერს აკეთებს ისევ ქართული კომპანია. აკეთებს ქართული კომპანია, რომელიც პირობითად ავიღოთ ჩინურ რაღაცა X კომპანიას აძლევს თავის ფასს, ჩინური კომპანია უმატებს თავის მომსახურებას, აძლევს წარმოებელს, წარმოებელი კიდევ ამატებს ამ ტრანსპორტირებას ფასს და გაძლევთ თქვენ. ეს არის ჯაჭვი, რომელიც რეალურად არის SIP და SIF პირობის შემთხვევაში. არა მხოლოდ საქართველოს პირობებში, ნებისმიერ ქვეყანაზე, ნებისმიერ ქვეყნის მოდელზე შეგვიძლია ხო ეს მოვარგოთ, რომ ყველა ვარიანტში ეს ხდება. ეს ჯაჭვი არის, რომელიც არ იცვლება არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში. ნუ გარდა გამონაკლისებისა, რომელზეც შემდგომ ეპიზოდებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. ანუ რეალურად ამ პირობების შესყიდვის ამ პირობების სარგებლობის შემთხვევაში თქვენი ხარჯები 30-40%-ით როგორც მინიმუმ იზრდება. ჩვენი პოდკასტის იდეაც ეს არის, ხო, რომ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და სწორად გაიაზრონ ის თუ როგორ შეიძლება ნაკლები რესურსით, ნაკლები დანახარჯებით მიიღონ კარგი ხარისხიანი მომსახურება, რაც მე რეალურად ბაზარზე განსაზღვროს მათი პროდუქციის ღირებულებას. რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ხო? ყველაფერს თავი გავანებთ. რა თქმა უნდა, SIP და SIP პირობების შემთხვევაში საკმაოდ ცოტა რთული არის ეს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა იმპორტიორმა კომპანიის იმ თანამშრომელმა შეიძლება არც იცოდეს, თქვათ, განსაზღვრება და ესე რომ ვთქვათ, განსხვავება ამ ორი მნიშვნელობის და ამ ორი ინკოდენსის, მაგრამ ნუ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მათ დავეხმაროთ და სწორ გზაზე დავაყენოთ და ის არჩევანის საშუალება მივცეთ, რომელი არჩევანითაც ის ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება და ბევრად უფრო მომგებიანად ამ შემთხვევაში, რაც პროდუქციის ღირებულებაზე აისახება, მოახდენს ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვას, ხო? ასევე ლევან უნდა ვთქვათ, ერთი მნიშვნელოვანი პირობა შეთანხმება გამყიდველსა და მყიდველს შორის. ეს არის FCA პირობა, რომლის დროსაც ძალიან მცირედი განსხვავება შეიძლება იყოს FOB პირობისგან, მაგრამ ეს მცირედი განსხვავება ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტიც არის ტრანსპორტირების დროს, რადგან FCA პირობის დროს საბაჟო პროცესებზე პასუხისმგებლობას და ტვირთის დატვირთვაზე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე იღებს სატრანსპორტო კომპანია, რომელსაც უკვე თავ ამ შემთხვევაში შენს ქვეყანაში. ამ დროს FOB-ისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანია ვალდებული არის საბაჟო პროცესების წარმოება თვითონ განახორციელოს და დატვირთოს ტვირთი უსაფრთხოდ სატრანსპორტო საშუალებაზე. FOB-ისგან განსხვავება ეს იგულისხმება, რომ FOB-ის დროს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შემთხვევაში დატვირთვაზე და საბაჟო პროცესებზე მომწოდებელ ქარხანას. უნდა თქვათ სხვა შესყიდვის პირობებიც, ხო, ესენი არის FASI, CPT, CFR პირობები, რომლებიც რეალურად პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება. არ გამოიყენება იმ მინიმალური ცვლილებების გამო, რაც შენ წეგან კარგად ახსენი და ამ თემას აღარ გავშლი.
იმიტომ რომ იმდენად მიზერული სხვაობა არის ამ შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით ერთმანეთთან იმდენად მიზერული სხვაობები აქვთ, რომ არც უღირს ხოლმე იმ დათქმის დროს რაც ახსენე მყიდველს და გამყიდველს შეთანხმება ამ კონკრეტული პირობების. რო გავაგრძელოთ და ბოლომდე რო ჩავიდეთ, შესყიდვის პირობები დაპი, დატი, DDP, რაზეც ძალიან მარტივად და მოკლედ შეგვიძლია ასევე ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც შესყიდვის ამ პირობების დროს მომწოდებელი იგებს ვალდებულება პასუხისმგებლობას, რომ პროდუქცია მიიტანოს როგორც მინიმუმ პირობითად ავიღოთ ისე მაგალითისთვის ნათელი სურათი რო დავხატოთ, შევისყიდეთ პირობითად საფრანგეთიდან ევროპის ქვეყანა ავიღოთ ამ ჯერზე, ანუ წარმოებელი საფრანგეთიდან საქართველოს საბაჟო ტერმინალამდე იგებს პასუხისმგებლობას, ხო? დატის შემთხვევაში, დაპის შემთხვევაში კიდევ ემატება პასუხისმგებლობა და DDP-ს შემთხვევაში, სრულ ციკლზე, სრულ ჯაჭვზე იგებს პასუხისმგებლობას, ანუ თავის საწყობიდან შემსყიდველის საწყობამდე თავისი ყველანაირი გადასახადით ვალდებულია და პასუხისმგებელი არის, რომ მივიდეს აღნიშნული პროდუქცია. მაგრამ ამ სამი ინკოტერმსის განსხვავება ის არის, რომ ის ამ შემთხვევაში მომწოდებელი უკვე თავს ამ მომსახურებას მიმღები ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიას. კი, რაზეც ჩვენ უკვე ძალიან ისე ვრცლად ვისაუბრეთ და მეგონი აქაც ლოგიკური ჯაჭვის გაკეთება არ უნდა იყოს რთული. ნებისმიერი ისეთი პირობა, სადაც გამყიდველს აქვს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ტრანსპორტირებაზე, ჩათვალეთ, რომ ამ ყველაფერს აკეთებს იმ ქვეყნის სატრანსპორტო კომპანია, რომელშიც და სადაც ეს ტვირთი უნდა ჩავიდეს, ეს პროდუქცია უნდა ჩავიდეს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უცვლელი არის ხოლმე. თუმცა რა თქმა უნდა გააჩნია ქვეყანას, ხო? თუ იქ შესაბამისი კომპეტენტური ადამიანები და ამ დარგის სპეციალისტები არ არიან ან ნაკლებად არიან, შესაბამისად პასუხისმგებლობის აღება რა თქმა უნდა უწევთ წარმოებელს და გამყიდველებს იმ სატრანსპორტოების ხარჯზე, რომლებიც ამ სფეროში და ამ მიმართულებაში გამოცდილები არიან. კიდევ ბოლოსკენ ვარ წასულები და მინდა დავამატო ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პირობები, როდესაც შეთანხმება ხდება, ისიც უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ, რომ აღნიშნული პირობების საფუძველზე ხდება უკვე იმ გადასახადების დაკისრება საბაჟო ორგანოებისგან, რა პირობითაც არის შეთანხმება მიღწეული თავიდან, რომელიც იწერება აუცილებლად კომერციულ ინვოისში და ამ ინვოისის საფუძველზე ეს იქნება ექსპორტ პირობა, ეს იქნება FOB პირობა თუ SIF პირობა არ აქვს მნიშვნელობა, შესაბამისად ხელმძღვანელობს საბაჟო ორგანოები და ამის მიხედვით აწესებენ სატრანსპორტო ღირებულებაზე გადასახადს. აბსოლუტურად მართალი ხარ ლაშა, აი ზუსტად ეგ არის რა, აი ამ შესყიდვის პირობების ძალიან დიდი მინუსიც ერთგვარი. მოდით ახლა პირდაპირ ვთქვათ, ამ შემთხვევაში თუ მაგალითისთვის ავიღოთ, ხო? DDP ბოლო პირობა ის რაც ვთქვით, DDP-ზე შეთანხმდნენ მყიდველი და გამყიდველი, კი ბატონო, აიღო ეს პასუხისმგებლობა, ჩამოიტანას, ისევ პირობითად ავიღოთ საქართველოში. ანუ ძალიან დიდ ბიუროკრატიას ვეჯახებით ხოლმე რა. ბიუროკრატია ის არის, რომ რეალური დამკვეთი ამ ტრანსპორტირების გამოდის გამყიდველი. გამყიდველი, რომელმაც არ იცის საბაჟო სისტემა საქართველოში როგორია. კონკრეტული გადასახადები და არის დამოკიდებული სატრანსპორტო კომპანიის მიწოდებულ ინფორმაციაზე. რა თქმა უნდა, უდიდესი წილი, კომერციული ინვოისის გამოკლებით, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის ამ ყველაფერზე, ხო? და არა მარტო ეს, საბაჟოსთან ურთიერთობა სჭირდება თავისი გამოცდილება, სჭირდება შესაბამისი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვს ყოველდღიური პრაქტიკა, რომლებიც ერკვევიან იმ საბაჟო პროცედურებში, რაც უნდა გაიაროს ამ პროცესში პროდუქციამ, ხო? ამიტომ ძალიან ხშირად ხდება გაუგებრობები ხოლმე მყიდველსა და გამყიდველს შორის, რომ სიტყვაზე საბაჟო მოითხოვა რაღაც კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც რა თქმა უნდა გამყიდველს არ აქვს, ხო? ამ შემთხვევაში გამყიდველი უკავშირდება მყიდველს, მყიდველი ამ ყველაფერს არკვევს, მერე უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია ისევ გამყიდველს, გამყიდველმა უნდა მიაწოდოს სატრანსპორტოს, რომელმაც დაუკვეთა ეს ტრანსპორტირება მეორე სატრანსპორტოს და ასე შემდეგ ჯაჭვი არის, რომელიც
ძალიან დიდი შეიძლება იყოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოდიშილოვან, როდესაც სატრანსპორტო კომპანია იღებს ამ შემთხვევაში ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ტვირთის ტრანსპორტირების თვითონ ქარხნიდან ან პორტიდან, ან ex-work პირობის შემთხვევაში, FOB პირობის და FCA პირობის შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია თავიდანვე, ესე რომ ვთქვათ, მზად არის იმ რეალობისთვის, რომელიც დახვდება უკვე ტვირთის შემოსვლის დღეს საბაჟო ორგანოში. რა და ის თქმა უნდა. სრულად არის პასუხისმგებელი, რომ ის ყველა ეტაპი, რაც გაიარა ტვირთმა ქვეყანაში შემოსვლამდე, მან აწარმოა და აქედან გამომდინარე ის უკვე კარგად არის გაცნობიერებული დოკუმენტაციის, ესე რომ ვთქვათ, დეტალებში და სისწრაფეში. პასუხისმგებლობაც უკვე მარტივი შესაძლებელი ხდება, ხო? ის მარტივად აკეთებს საბაჟო ორგანოებთან კომუნიკაციას და მარტივად უხსნის ტვირთის სპეციფიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან გადამწყვეტი არის, რომ საბაჟო ორგანოსთან, მებაჟესთან დროულად და ამ სწრაფად მოხდეს ამ ტვირთის დასრულება და სარეალიზაციოდ უკვე გამოტანა კი, ბაზარზე. რეჟიმის მიცემა კონკრეტულ შემთხვევაში იმპორტზე გვაქვს, ხო, საუბარი. იმპორტის დეკლარაციის დროული დაბეჭდა და ყოველგვარი გართულების თავიდან არიდება. შეჯამება ისე რომ გავაკეთოთ და ცოტა ბოლოსკენ რომ წავიდეთ, ჩვენი რეკომენდაცია რა არის, ხო? არის ის, რომ იმპორტიორი კომპანიებისთვის, ან ვინც ამ სფეროში დღესდღეობით მოვაწეობს, შესყიდვის პირობისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტორები, რაზეც ჩვენ დღეს ამ პოდკასტში ვისაუბრეთ. იმ შემთხვევაში თუ მაინც გადაწყვეტთ თვითონ მწარმოებელთან ტრანსპორტირების დეტალების შეთანხმებას და მისთვის დაკვეთას, ოპტიმალური ვარიანტი მაინც გამოდის SIP პირობა. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივად ხდება შემდგომ უკვე ტრანსპორტირების დასრულება, ვიდრე DAP-ის, DDP-ს ან ნებისმიერ სხვა ინკოტერმის შემთხვევაში. მსგავსი ინკოტერმის ხო, შემთხვევაში. მსგავსი ინკოტერმის შემთხვევაში. მაგრამ რეალურად ჩვენი რჩევა რაც არის, ეს არის რომ იდეალური თუ სატრანსპორტო კომპანიას მიმართავთ და ქართულ სატრანსპორტო კომპანიაზე მაქვს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საუბარი, თუ მიმართავთ სატრანსპორტო კომპანიას და ჩაირთვება სატრანსპორტო კომპანია ამ პროცესებში, ფოპირობა არის ჩემი აზრით უალტერნატივო, რომელიც აკეთებს ასევე კარგ დანაზოგს, ასევე გარანტია არის ერთგვარი იმისი, რომ ეს პროცედურები, რაც თუნდაც საბაჟოს სჭირდება, თუნდაც ტრანსპორტირებას სჭირდება, იქნება ორივე მხარისთვის, რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებელი და დასასრულებელი. შემდგომ როგორც ვისაუბრეთ, ეს არის FCA პირობა და ex-work პირობა, ხო? ex-work პირობა, იმ შემთხვევაში ძალიან ხშირი არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თვითონ მწარმოებელი ან ქარხანა ან გამყიდველი არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, უარს ამობს ხოლმე ნებისმიერ სხვა ინკოტერმზე გარდა ex-work-ისა. ამ შემთხვევაში, აზრი არ აქვს, ხო, ალტერნატივის მოძიებას და მცდელობას, რომ სხვა შესყიდვის პირობით ისარგებლო. ამიტომ გინდა არ გინდა ნებისმიერ სიტუაციაში და შემთხვევაში გიწევს სატრანსპორტო კომპანიის ჩართვა. და იმასაც დავამატებ, რომ ჩვენ ყოველდღურად გვაქვს შეხება მსგავსი ტიპის, ესე რომ ვთქვათ, პრეცედენტებთან და ვიცით პრაქტიკაში როგორ ხდება, ხო? რა მიდგომები აქვს მომწოდებლებს და რა მიდგომები აქვთ მიმღებ კომპანიებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პრაქტიკა გვაძლევს იმის თამამად ქმნის საშუალებას, რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტავთ ტვირთის შეძენას და პირობის შეთანხმებასთან მიდის უკვე საქმე, ამ შემთხვევაში თქვენ სრული უფლება გააქვთ, რომ თქვენს მომწოდებელ ქარხანას მოთხოვოთ იმ პირობის დაცვა და იმ პირობის შეთანხმება, რომელიც თქვენთვის იქნება მომგებიანი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნებისმიერ პირობაზე მოусმინოთ, გაიგოთ, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტული პირობის შემთხვევაში რა შედეგის მომტანი იქნება ის კონკრეტული შეთანხმების ინკოტერმ პირობა და შემდეგ უკვე მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ როგორც ლევონმა გასცა რეკომენდაციები, ჩვენი რეკომენდაციები შემდეგი არის და ყოველთვის ამას ურჩევთ ჩვენს მომხმარებლებს პრაქტიკაში, იქიდან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ მხარემ, რომელსაც ყველაზე მარტივად შეუძლია ამის შესრულება. დასასრულისკენ რო წავიდეთ, ლაშა, დავაანონსოთ შემდეგი ეპიზოდის მთავარი თემა. მთავარი თემა შემდეგი ეპიზოდის იქნება უშუალოდ ის მიმართულებები,
რომელიმე მიმართულებებიც გამოიყენება ტრანსპორტირების პროცესებში. ამას უკვე დეტალურად შემდეგ ეპიზოდში განვიხილავთ და შევეცდებით იქაც რომ ამომწურავთ მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია. სავარაუდოდ უფრო დეტალურად რო გამოგვივიდეს თითო გადაცემას მიუძღვნით და ესეც იქნება საჭირო სფეროდან გამომდინარე და თითოეულ მიმართულებას აქვს ისეთი სპეციფიკა და ისეთი დეტალები, რომელიც გაგვიჭირდება, რომ ყველა მიმართულება ერთ გადაცემაში ჩავდიოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ამომწურავად მოგაწოდოთ ის ინფორმაციები, რაც თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი არის და იმ დანაზოგებს გაგაკეთებინებთ და იმ რეალობას შეგიცვლით, რაც შეიძლება აქამდე თქვენთვის უცნობი ყოფილიყო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავხდით პოდკასტარიას, მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის და ასევე რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა ჩვენ წარმოდგენს და სპონსორს ibex logistics, რომლის გარეშეც ჩვენი პოდკასტები ფიზიკურად არ და ვერ იქნებოდა. მე მომდენო ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით და გისურვებთ, რომ ყველამ თქვენს სფეროში, თქვენს მიმართულებაში მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ის რაც თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის იქნება, რაც შეიძლება მეტი მოგების მომტანი. დაგემშვიდობებით მეც, რა თქმა უნდა, და ბოლოს დავამატებ იმას, რომ ჩვენი არხის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საჭიროა თქვენი გვერდში დგომა და თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და ეს ინფორმაცია თქვენთვის არის დამაკმაყოფილებელი და რაღაცის მომტანი თქვენი სფეროსთვის და თუნდაც ინდივიდუალურად, გამოგვიწეროთ, დაალაიქოთ ჩვენი პოდკასტის ვიდეოები და საომავლოდ ჩვენ გვექნება დამატებითი мотиваცია, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და მივიყვანოთ იქამდე, რა შედეგიც შეიძლება რომ დავინახოთ ჩვენ წარმოდგენაში. ნახვამდის, დაგემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე. ნახვამდის.